მარტივად ავსდი ჩვენ პრიორიტეტებს. თბილისის განთავისუფლება როგორც მინიმუმ 3 პრობლემისგან ეს არის საცობები, ძველი საბჭოთა არქიტექტურა, ხრუშოვკები და ბიუროკრატია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწამებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება აქვს. მოდით მოვხსნათ შეზღუდვები, რომ მთავრობა თბილისის მერი ხელოვნურად აწესებს თბილისში. ვაჟაზე იდეა ის კი არის, რომ როგორც ახლა გვერდ-გვერდს თუნდაც იპოდრომთან ან სპორტ სასახლესთან განს კორპუსები არამედ უბრალოდ თუ მოხსნი ამ შეზღუდვას კოეფიციენტების და ვაჟაზე შესაძლებელი იქნება მაღალი კორპუსები აშენდეს, ბიზნესმენებისთვის მონგებიანი გახდება ძველი კორპუსები დაანგრიოს და ერთი და იგივე ადგილზე მაღალი ქალაქის ამოზევით და ბევრად მეტი ადამიანი უფრო კომფორტულად იცხოვრებს. იგივე შეიძლება ვილაპარაკოთ მაგალითად ტრანსპორტზე, რომ მერიამ გადაწყვიტა დიღომში ტრამვაი გაიყვანოს. და ფაქტობრივად ისედაც პრობლემური ადგილი, სადაც რა ვიცი, საცობებია გადაჭრას ტრამვაის ზოლებით. ეს ხო იმიტომ კეთდება, რომ ხალხი გააწამო. საცობი არა იმიტომ ჩნდება, რომ ბევრი მანქანაა. საცობი იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი ზედმეტ გზას გადის და რაც უფრო შორს იცხოვრობს ის ცენტრისგან, მით უფრო მეტი საცობი იქნება. ამიტომ ქალაქი უნდა იყოს კომფორტული, კომპაქტური, რომ იყოს კომფორტული. და კომპაქტურობა მიიღწევა მათ შორის მაღალსართულიანი კორპუსების აშენებით, რომ ადამიანი ახლოს ცხოვრობს ცენტრთან და გადაადგილების საჭიროებაც ნაკლები აქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ კარგად ვიცხოვროთ, ბედნიერად ვიცხოვროთ და ის პრობლემები, რომელიც ბიუროკრატიით არის გამოწვეული, რეგულაციებით არის გამოწვეული და არასწორი მართლობით არის გამოწვეული, ის პრობლემა მოვაგვაროთ და პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ არჩევნებზე თქვენ შეიძლება გადადგათ, არის ის, რომ ჩვენ რო დაგვიჭერთ ხარს საკრებულოში, თქვენ გეყოლებათ თქვენი წარმომადგენლები, რომელსაც თუ პრობლემა აქვს ბიუროკრატიასთან, დაუკავშირდებით და დაგეხმარებათ, იმდენად რამე შესაძლებელია, იმიტომ რომ პრობლემა უფრო მარტივად გადაიჭრება საკრებულოს წევრების დახმარებით, ვიდრე მის გარეშე. და თუ არჩევანს ასევე გააკეთებთ ჩვენი მერობის კანდიდატი სასარგებლოდ და იაგო ხვიჩია იქნება თბილისის მერი გახდება, მაშინ თქვენ შეძლებთ რომ დაინახოთ რა არის თბილისის საცობების გარეშე, რა არის თბილისის ბიუროკრატიის წნეხის გარეშე, რა არის თბილისის ხრუშოვკების გარეშე. ანუ ჩვენ გავანთავისუფლეთ თბილისს აი ამ ბოროტი იდეებისგან, რომელიც რა ვიცი, ბოროტი გარემოსგან, რომელიც საბჭოთა კავშირისგან დარჩა და იმ რეგულაციებისგან, რომელიც სკალაძემ შემოიღო, თვითონ ეს ევროპაში ასე არისო და სიამდვილეში რომ ხალხი აწვალოს, აწამოს და თვითონ კომფორტულად გადაადგილდებოდეს ქალაქში.